ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. უნიკალური სიტუაცია მე სულ ამბობ, ხა მე შეხება მაქვს ახალგაზრდა თაობასთან ძალიან ინტენსიური მრავალი წელია რა და აი ეს თანდათანობით ჩამომიყალიბდა ეს აზრი, რომ გზადაგზა ზუსტად იმიტომ რომ პირველად არის უნიკალური სიტუაცია ჩვენ შემთხვევაში, როდესაც არის თაობა, რომელიც დაიბადა, აღიზარდა აი დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომელისთვისაც აი და მობილური რო არის, ჩვენ ხო ვისწავლეთ ეს გზადაგზა, ის მისთვის არის ბუნებრივი სივრცე, ის სადაც იმყოფება. აქედან გამომდინარე, ის ამას ცოცხალი თავით არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. კი, ძალიან დიდი წნეხია მათზეც. ჩვენ როდესაც ახლა პარალელებს ვაბოლებთ 91 წლის 31 მარტის მერე 9 აპრილი მოვა და ასე შემდეგ. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც ამას მოვესწარით და იქ ვიყავით ახალგაზრდები ვიყავით, ნუ ბატონ ბეჟანი ცოტა უბრალოდ და ყველა იქ ვართ აღზრდილები, ხო? ჩვენთვის თავარი მომენტი იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, იმიტომ რომ სად გავიზარდეთ ყველამ კარგად ვიცით და ოღონდ აგვედგინა, ოღონდ და აი მერე თანდათანობით უკვე სხვა პროცესები დაიწყებოდა. დაუშვით გზადაგზა უამრავი შეცდომა. აი სწორედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მერე დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე. აი ეს პროცესი, ამ პროცესში ვართ, ეხლა ანუ ეს პროცესი არც ეხლა იწყება, არც ამით დამთავრდება. აი რაღაცა პროცესში ვართ ზუსტად ისეთში, რომლის უნიკალურობა არის სწორედ ის, რომ პირველი თავი ის 3 წელი თქვენ რო ბრძანეთ 18-21 წლები იმათმა ვეღარ შეძლეს განვითარება. ის თაობა, რომელიც მაშინ მოქმედებდა, ეს იყო ილიას და ნიკო ნიკოლაძის და სხვების ნაზრებზე წამოზრდილი თაობა, რომელმაც ევროპაში მიიღო განათლება, მე რუსეთიდან ზოგი ნიკო ნიკოლაძე საერთოდ ევროპაში სწავლობდა მერე და იქ მოღვაწეობდა და სხვები და ანუ ის იყო ხალხი, ანუ და ნიკო ნიკოლაძე მაშინ ცოცხალი იყო მაშინ ჯერ კიდევ. ხო, და მაგის თქმა მინდა რომ აი ის პროცესი ვეღარ გაგრძელდა სხვადასხვა მიზეზის გამო და ის ჩაკვდა და საბჭოთა კავშირი უკვე უკვე სრულიად სხვა ფენომენი მოგახსენებათ ხა ამის ახსნა საქართველოსთან სწავლობენ ამ ფენომენს რა არის ჰომოსოვიეტიკუსი და რა არის სოვიეტური საზოგადოება ხო და იქიდან გამოღწევის მერე ყველა ახავართ ყველა კომისიის ხდომები და ჩვენც იქავართ დაბადებულები ჩვენ ვცადეთ რომ იქიდან გამოვსხლდეთ ჩვენ რამდენი თითოეულმა ჩვენგანმა რამდენი რამე გადავიტანეთ რომ აი იქიდან ჩვენ ხო იმის დაღი გვაწევს ეხლა ჩვენ იქ ვართ დაბადებულები ბოლომდე ვერ მოვასწარით კაპუჭება მოდი ესე ვთქვა და ან გზადაგზა ეს იმიტომ რომ ეს საზოგადოება იყო ასეთი ვერ იტანდა განსხვავებულს ვერ იტანდა როდესაც ადამიანს საკუთარი აზრი ჰქონდა და აი ეს თანდათანობით მოყვება ამ საზოგადოებასაც და აი ამის საწინააღმდეგო სწორედ აი ეს თაობა არის ამიტომ ამბობ პირველი უნიკალური შემთხვევა როდესაც ჩვენ გვაქვს ფასეულობითი დიდი შეჯახება. მე ფასეულობით შეჯახებას ვიტყოდი ახლა და შეიძლება სუდად არ გამგმა, მაგრამ ომიც არის ეს. ეს არის გადამწყვეტი შეტაკება აი ამ ქვეყანაში, ამ საზოგადოებაში დემოკრატიასა და ტირანიას შორის. აი ეს ის არის სწორედ რისი ჩაკლაც უნდა და დაბრუნება ჩვენი აი იმ საბჭოთა პერიოდში თუ სხვა პერიოდებში. ახლა ასეთი ტირანიები თქვენ კარგად იცით, ჩემგან არ გესწავლობთ, დიქტატურა და ესეთი რაღაცეები ყოველთვის ყოფილა. უბრალოდ რამდენად ცდილობს საზოგადოება რომ ამას შეეწინააღმდეგოს, იმაზეა მე უკვე ყველაფერი დამოკიდებული.